მოგესალმებით ეთერში ბოლნისის ხმარი და მისი წამყვანი ქრისტინე გურჩიშვილი გახლავართ. შევახსენებთ, რომ ბოლნისის ხმა პროექტი მისი ხმის ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და DVV International-ი. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ალპინისტ ქალებზე. პირველად ქართული ალპინიზმის ისტორიაში ქალებმა დამოუკიდებელი ექსპედიციით კავკასიონის ორთვიანი მწვერვალი უშბა დაიპყრეს. მარიამ გელაშვილმა და მაია სიჭინავამ ჯერ გაიარეს მწვერვალ თეთრულდის 3-იანი და 4-იანი სირთულის მარშრუტები, ავიდნენ შხარაზე და საბოლოოდ ჩრდილოეთ უშბას მიაღწიეს. სანეთში მოგზაურობამდე გოგონები არჩილ ბადრიაშვილის სახელობის ჭაუხის სპორტული ბანაკის მონაწილეები იყვნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა აუცილებლად ჩაიწერება ქართული ალპინიზმის ისტორიაში და რაც მთავარია უამრავ ქალს მიცემს სტიმულს და ქალებისთვის ძალიან კარგი მაგალითი იქნება. ალპინიზმის განვითარებასაც რომ შევეხოთ, ქართული ალპინიზმი მრავალფეროვანი და დიდი ისტორიით გამოირჩევა. მასში როგორც განთქმული მამაკაცები, ასევე ქალებიც გვყავს. მამაკაცების ასვლის ამბავი ბევრი ვიცით, ქალებისა კი ცოტა. ამიტომ გოგოების ამ შესანიშნავი წარმატების შემდეგ კარგი იქნება თუ ვისაუბრებთ პირველი ქართველი ალპინისტი ქალის ალექსანდრა ჯაფარიძის შესახებ. მეფის რუსეთში პირველი ალპური კლუბი თბილისში გაჩნდა 1977 წელს. ეთნოგრაფიული მასალებით ირკვევა, რომ კავკასიელი ხალხი, მათ შორის რა თქმა უნდა ქართველებიც, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ფლობდნენ ალპინისტური ტექნიკის საფუძვლებს. მთაში მცხოვრები ხალხისთვის ეს საარსებო საშუალებასაც კი წარმოადგენდა. კავკასიონის მთები მუდამ მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენდა მსოფლიო მთამსვლელებისთვის. პირველი ინტერესი ინგლისელებში გაჩნდა, შემდეგ დაემატნენ ფრანგები, გერმანელები და ასე შემდეგ. პირველი ალპინისტი ქალის სასვლო უშბაზე ეს იყო, როდესაც დაძმა ჯაფარიძეები ავიდნენ უშბაზე, ალიოშამ და ალექსანდრა მიზანს მიაღწიეს. მათთან ერთად იმყოფებოდა იეგორ კაზალიკაშვილი და გიორგი ნიგურიანი. ამასვლა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ ალპინიზმის ისტორიაში და საფუძველი დაუდო ტექნიკურად რთული მწვერვალების ათვისებას. ალექსანდრა ჯაფარიძე შეგვიძლია მივიჩნიოთ პირველ ქალ ალპინისტ ქალად, რომელიც ქართული და საბჭოთა ალპინიზმის ერთ-ერთი პიონერია. მან ჩაუყარა საფუძველი ქართულ ალპინისტურ სკოლას, შემდეგ კი ჩამოყალიბდა მისივე სახელობის ალპური კლუბი. შესრულებული აქვს 100-ზე მეტი ასვლა კავკასიონის მწვერვალებზე. ის თავისი დროის ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი იყო, რასაც იოსებ დონიშვილის მისადმი მიძღვნილი ლექსიც მოთმობს. ალექსანდრა ჯაფარიძემ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა მთას, მთების დალაშქვრასა და ქართული ალპინიზმის განვითარებას. მან ქართულ ენაზე თარგმნა ცნობილი ფრანგი მთამსვლელის მორის ერცოგის გახმაურებული წიგნი ანა პურანა. 90 წლის წინ უშბაზე პირველი ქართველი ქალი ავიდა ექსპედიციით. სხვა მამაკაცებთან ერთად მას შემდეგ ეს არაერთხელ მომხდარა, თუმცა დღეს 2024 წელს ქალებმა მარიამ გელაშვილმა და მაია სიჭინავამ ეს დამოუკიდებლად შეძლეს და ეს სწორედ ალექსანდრა ჯაფარიძის მიერ გაყვანილი გზა არის, როდესაც დღეს ქართველი ქალები ცდილობენ, რომ მარტო შეეჭიდონ, მარტო განახორციელონ ესეთი რაღაცეები. ძალიან კარგი მაგალითი არის სხვა ქალებისთვის, ძალიან დიდი ნაბიჯი არის და დიდი წინსვლა არის ეს ქალების მიერ განვლილ ცხოვრებაში და ქალების მიერ შესრულებულ სხვადასხვა ისეთ საქმეებში, რომლებსაც დღეს ჯერ კიდევ სტერეოტიპად უთვლიან ქალებს, რომ ამ ყველაფრის გაკეთება ჩვენთვის, ქალებისთვის არ არის შესაძლებელი. მე დღეისთვის გემშვიდობებით წარმატებულ კვირას გისურვებთ.